ჯეირანი. მოდი. ჯეირანი. მაგიდის დერბის მესამე სეზონის ნახევარფინალისტვის ბრძოლა იწყება. თქვენ მოემზადეთ ძალიან დაძაბული თამაშისთვის, მე წარმოგიდგენთ დერბის მაგიდასთან დაპირისპირებულ მხარეებს. ალექსანდრე გაბრიჩიძე, ნიკა მარდალეიშვილი. მოგესალმებით. სალამი. ხართ შემართებით. შეძლებს დაგვარეთ. თბილისის და ბათუმის შესარჩევის გამარჯვებულები კი აგრძელებთ სახელის და დიდების მოხვეჭის გზაზე მოძრაობას ჯერჯერობით, ხო? ნახოთ რა იქნება. დავიწყოთ. მოვემზადოთ პირველი რაუნდი, ჩამოთვალე. სანამ სამ შეკითხვას აქედან ამოვიღებთ, რომელიც დაგჭირდება პირველ რაუნდში, შეგახსენებთ, რომ მესამე სეზონის გამარჯვებულს ერგება ძალიან მაგარი პრიზი, რომელიც დააწესა ევროპაბეთ სპორტმა. ეს არის Citroen C3 კომპაქტური მოდელი, Shine კომპლექტაციით, 2024 წლის ერთ-ერთი ბესტსელერი. Citroen-ი, რომელიც საუკუნეზე მეტია უკვე ავტოწარმოებაშია და ყოველთვის გამოირჩევა ინდივიდუალური ხელწერით. ჩავოთვალე რაუნდი პირველი და სამი შეკითხვა. თუ რომელიმე არ მოგწონთ, ჩავაბრუნებ უკან. მეორე არ მომწონს. მეორე? აჰა. ესეც მესამე. ჩვენი სამი შეკითხვა. 2000-2001 წლებიდან მოყოლებული ზამორას ჯილდო ლა ლიგის 12-მა მეკარემ მოიგო. გაიხსენეთ ეს კიპერები. Alright. 12 გვყავს. რომელმაც კიდევ დაიწყეთ, შემდეგ კითხვაზე მეორე დაიწყებს. ჯეირანი. მოდი. ჯეირანი. ვიქტორ ვალდეს. იკარ კასიასი. ტიბო კურტუ. მარკ ანდრე ტერ შტეგენი. სწორია. იან ობლაკი. ეგეც სწორია. კლაუდიო ბრავო. სწორია. კეილორ ნავას. პირველი სტრაიკი. სტრაიკია. გაურისკოთ, სანტიაგო კანისარესი. კანისარესი სწორია. ხუთი სწორი პასუხი დარჩა კიდევ. შენახული გააქვს? მართლა? აი შენახულები ოღონდ ისეთი რა. 50-50-ც არ არის თვალთ, მაგრამ შეიძლება სულაც არ არის ასე და გაშინებს, მიდი. მოია. არ არის. მეორე სტრაიკი. რაღაც ეგრე მახსოვს, რომ მან უნდა იყოს მოლინა დეპორტივოს მეკარე. პირველი სტრაიკი შენთვის. მადლობა. აი ხა თუ გაძრები რაღაც შანსი ჩნდება. იმიტომ რომ შენ დაიწყე და თუ მეორე სტრაიკი აიღო, იქნებ ფრეზე. ლეო ფრანკო. ფრანკო? არა, მესამე სტრაიკია და ერთის წინააღმდეგ. მოიცა, ეხლა ვიტყვი რა. ვინ შეიძლება იყოს, შეიძლება ჩამოთვალო. კი, თავისთავად ცხადია, უბრალოდ ჯერ ვიტყვი, რომ სამი სტრაიკი ერთის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ შენ დაიწყე, ამიტომ გიხსნიდი ორი რო ქონოდა, სხვა იქნებოდა. ამ შემთხვევაში პირველი შეკითხვა შენია და აჰა, მიდი ახლა თავი გამოიჩინე. სერხიო ასენ ხო არის? იქიდან გავიგე არა, კაი, აღარ ვიტყუნეთ. ესე იგი, თქვენ გამოგრჩათ პაბლო კავალერო. აი. ხოსე მანუელ პინტო. ოკეი. აბონდანზიერი. ხეტაფეშია. და იასინ ბონო. ბონო ეხლა. უნაი სიმონი თქვით? არა. უნაი სიმონიც. უნაი სიმონი. უნაი სიმონი შარშანი, იმიტომ ტრამვები ქონდათ იმათ. მიყოლებითი იყო ეგ, ხო? ასია თუ ისე ერთი ქულა შენ. გმადლობთ. ხდით? მეორე შეკითხვას. კი ბატონო. მეორე შეკითხვა. გაიხსენეთ ჩემპიონთა ლიგის მომგები მწვრთნელები. ახლა აქ რა ხდება? 19 სწორი პასუხია. ამიტომ ერთი მე უნდა ვთქვა, როგორც ვამბობთ, ხოლმე თქვენ დაგჭეთ ლუწი ვერსია. ამიტომ ალბათ ყველაზე ადგილს მე ვიტყვი მწვრთნელი, რომელმაც მოიგო მილანით, რეალით, კარლო ანჩელოტი. ამას გამოვრიცხავ. დადაჭერთ თქვენ გაიხსენეთ. მან მევწევდი. ამ შემთხვევაში შენ დაიწყე. პეპ გვარდიოლა. ჟოზე მაურინი. ჟოზე მაურინი. კარგი, იურგენ კლოპი. სწორია. ფაბიო კაპელო. ფაბიო კაპელო სწორია. შემდეგი. სერ ალექსი. რა თქმა უნდა. ოტმარ ჰიცფელდი. 97-2001. კი ბატონო, სწორია.
ვისენტე დელ ბოსკე. სწორია. ლუი ვანგალი. რა თქმა უნდა. გამოვიყენთ რაფა ბენიტესი. ვაუ. 2005. რობერტო დიმატეო. დიმატეოც სწორია. თომას ტუხელი. სწორია. ლუის ენრიკე. ესეც სწორია. ხა დავხარჯოთ, მაშინ ჰანს დიტერ ფლიკი. ჰანზი ფლიკი. ჰანსი ფლიკი სწორია. ზინედინ ზიდანი, მე მგონი არ თქვით. რატო არ ვიტყვი, არ ვიცი, მაგრამ სწორია. და 18-ია ბევრია და არეულად თვლით. დამაბნეველი მანევრი. სულ მაგას ველოდი, როდის იტყოდი ზიდანს. დადგა ეს ნანატრი დროც და შემდეგს ვიტყვი მარჩელო ლიპის მაშინ 96-ში. სწორია, მარჩელო ლიპი, რამეს გააფუჭებთ? იუხაინკესი. არ თქვით რა. აინკესი სწორია. კაი, მაშინ მე ვიტყვი ფრანკ რაიკარდს. სწორია და ერთი დარჩა. თუ გაიხსენებ ფრეა. მარსელთან ერთად 99 წელს გამარჯვებული. გვარი არ მახსოვს. ეს და გავიხსენ. იცი შედის. არც მე არ მახსოვს. მე მგონა ისიც იცი. მაგიტო და არა, მაგიტო გამოთვლას მაგაზე მქონდა რომ მარსელი ბოლოს დარჩებოდა და რაიმონ გუტალს. აიღო, გაიხსენა. უნდა ჩამოგართვა ხელი ყოჩახ. ფრედაშ და ყველა სწორი პასუხით. ყოჩახ, ეს ნახევარს. ხო, მოდი. აი ესე განადგურდა ეს შეკითხვა. ამორი უზომოდ კარგად მცოდნი ადამიანისგან ფეხბურთისა. დაგჭირდა მესამე შეკითხვა გამარჯვებულის გამოსავლენად. ან ფრეარი, ან მოვიკე ხო ეს რაუნდი. კი. ან ფრეარი, ან მოიგე. ბოლო შეკითხვა. ჟანრობრივად ისე ვიხრჩებით. წვრთნელებთან თუ ჩემპიონთა ლიგაზე. წვრთნელებთან. კი ბატონო. ჩამოთვალეთ. ყველა მწვრთნელი, რომელსაც კლაუდიო რანიერის შემდეგ ჩელსიში უმუშავია. სწორი პასუხი არის 15, ამიტომ ერთს მე გამოვრიცხავ. რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ ჟოზე მაურინიოს. ე ბატონო. ახლა შენ დაიწყე. ავრამ გრანტი. სწორია. კარგი, იყოს ტუხელი. იყოს რა. ლუის ფელიპე სკოლარი. მე ვიტყვი ისე დიმატეოს. გუს ჰიდინკი. გუსინიკი სწორია. გავლო ანჩელოტი. ანჩელოტი სწორია. ანდრე ვილაშ ბოაში. დიახ, თან თანმიმდევრობით რომ მიყვებიან. დავარღვევ თანმიმდევრობას ენცო მარესკა. მარესკათი ნამდვილად დაარღვი. თან დიდიად. დიმატეო თუ თქვით, მაშინ ანტონიო კონტე. Yes. კაი რომ მე ვთქვა ახლა. მაურიციო სარი იყოს კაი. სარი. ფრენკ ლამპარდი. სარი სწორია, ფრენკ ლამპარდიც სწორია. გრენ პოტერი. გადიხართ მე მგონი ახაც ფრეზე. რამდენი დაგვრჩათ ხო? თქვენ დაგრჩათ 2 პასუხი. ერთი შენ უნდა თქვა, ერთი შენ რომ ფრე იყოს. ან არ ვიცი რა მოხდება ამ ორ პასუხში. 2 დარჩენილი პასუხი. ყველა სწორი იყო აქამდე. ორივეს მოგიწევთ თქმა ყველა შემთხვევაში, რომ გასტრაიკდე შენ მაინც მოგიწევს. დრო. არ მახსოვს ავტოხართ. ვერ გაიხსენე? კონტე გვაქვს ნათქვამი. კონტე ნათქვამი. მაშინ მაურისიო პოჩეტინო. პოჩეტინოს სწორი პასუხია, ამით მოიგო და შენ უნდა გაგეხსენებინა ერთი მწვრთნელი, რომელიც დაგვრჩა. შენ ხო არ გასწორს? კონტე და პოჩეტინო გამოვთვალე, აღარ მიფიქრია. დიმატეოს მერე და კონტემდე. დიმატეოს და ბენიტესი. ბენიტესი. ბენიტესი არ გქონდა. ევროპა ლიგა. აი. ეგ არის მომგები. ეს კულა შენია. პირველი რაუნდიც შენია. 1-0 პირველი რაუნდის შემდეგ გადავდივართ მეორე ეტაპზე. მეორე რაუნდი სახელწოდებით მარათონი. მეორე რაუნდი მარათონი და 5 სავარაუდო პაკეტი შეკითხვების. გაბრო, რადგან პირველი რაუნდი მოიგე, კეთილი ინებე და 1-დან 5-მდე აირჩიე. იყოს 5. მეხუთე. იყოს მეხუთე. აი ჩვენი ბარათები. თქვენ სათამაშოდ შეგხვდათ ასეთი თემა. აფრიკელი ფეხბურთელები. კი ბატონო.
ჩვენ გვაქვს 20 ბარათი, თამაშობთ ბარათების ამოწურვამდე ან 10 ქულამდე. როგორც მოხერხდება მოკლედ. რაც შეიძლება მეტი სწორი პასუხი. ეს არის ჩვენი დავალება. დავიწყოთ აფრიკელი ფეხბურთელები, რომელმაც კიდევ დაიწყეთ. წინა დაიწყო, დავიწყებ. დაიწყე. ეს არის კარლოს კამენი, ეს არის ნომერი 1. კარლოს კამენის სწორი პასუხია. მიითვალე ერთი. გუნდს ხედავ რაცვია? კი, გუნდს ხედავ უბრალოდ. საუთჰემპტონია. იცი? საუთჰემპტონი შეიძლება მივხვდე, მაგრამ სახის საერთოდ ვერ დავინახე. რატო საუთჰემპტონში აფრიკელი ფეხბურთელი მარტო ეგეთი ყოფილა? არა, მაგრამ საუთჰემპტონის აფრიკელი ფეხბურთელებიდან არის ვერ ხსენებ. ვერ ხსენებ? ვანიამა არის? ვანიამა. კი ბატონო, სელტიკშიც იყო ვანიამა არის, მაგრამ არ ჩაგეთვალა. აი ეს და. აი ნომერი 16 და არის მოჰამედ ზიდანი. სწორი პასუხია, მიითვალე მეორე კულა. ვერცამას ვეცნობ. მე მოხდი. თანამედროვე ივენტუსში. ძველი რო ყოფილიყო აპიასვით ხდი ალბათ ძველი ივენტუსი. ძველები გერჩივნა გატო. ძველი მერჩივნა. არ ვიცი, ვერ ხსენებ. გაქვერსია. ამა კვადო ასამოა. კი ბატონო. კვადო ასამოა იყო ეგ. 2-0. სახეზე ვერ ვიცი. უი, სახის მიხედვით თუ იმსჯელებთ? ანტვერპენის ფეხბურთელია. რატო არის ეს ტიპი მნიშვნელოვანი? ნიშნულოვანი იმით არის, რომ მესამე ხულას მოგიტანს თუ არა, ვერ მომიტანს ვერაფერს. გააჩნია ვერსია. გვარი არ მახსოვს დინამო კიევში ყო კონგოელი ფორვარდი არის, გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ. ეგ არის. მბოკანი, დიუმერსი ბოკანი, დიუმერსი ბოკანი. 2-0 დარჩა, შენჯერია. დიუმერსი ბოკანი გებია. ეს მეგონი ეგვიპტეს კიპერია ელჰადარი. ეგ არის პირველი ქულა მიითვალე. 2-1. ეხა ეს რომელია იმათ შორის, იმიტომ რომ ვერ ვარჩევ ვერასდროს. ვის თავი ხვად ფინიდი ჯორჯი. როგორ? 14 ფინიდი ჯორჯი. მეორე ვინ გეგონა? ისა სამწაუსები. ბაბანგიდა? ბაბანგიდა თუ არ ვიცი. შენ იცი? ბაბანგიდა მეგონი უფრო რა. არა, შენ ხარ მართალი მიითვალე. ფინიდი ჯორჯი. კი ბატონო, ფინიდია. ჯორჯი. ამის გვარსაც ვერ ხსენებ სამწუხაროდ რატომღაც. აინტრახტის ეგვიპტელი ფორვარდი არის, ძალიან კაი სეზონი აქვს წელს. კი ბატონო. ყველაფერი თქვი მაგას. ამბე ვიცის გვარები არა რა. გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ. გახსოვს ჩემ? ომარ მარმუში. კი ბატონო, მარმუში. დარჩა 3-1. სნაიგოს ბენჯანი მვარუარი ნომერი 12. რა თქმა უნდა ეგ არის. მიითვალე? მიითვალე. ევერტონი ტაიო არ ყავს. ვერ ხედავ. უფრო თანამედროვე არის ვიდრე. არა, სხვა არის. შენი ვერსია? აბდულაი დუკურია თუ ვინ არის ვერ ხვდები. სახელს გეტყვი. მიდი. იანიკ ბოლას. ამაზე ორივე მიხვდა ეგრევე. არ გამოვიდა ამის გამოცნობა. და ამის გვარი არ მახსოვს. მე მახსოვს, მაგრამ რა გინდა? ბენუა სუეკოტ. ახსოვს გაიცენა ხოჭო. სწორი. 5 ქულა გაქვს უკვე, 5 1 გიგებს არ იქა? ამოსაკაჩი გაქვს. ნომერი? 7. ვესტროვიჩ ალბიონის ფეხბურთელია. დიახ. პერუსენ აგბონახორი არ მგონი იყოს, მაგრამ შეთქვი. არა, ხო? გაქვს ვერსია? არ მახსოვს. ხორჩა? კი. დანებდი? ტერო დემვინგი. ოდემვინჯი, ეგ არის. უნდა იყოს მარუან შამახი, კრისტალ პალასის ფორმით. სწორი პასუხია, დარჩენილი ქარდების რაოდენობა აღარ ყოფნის იმისათვის, რომ დაეწიო, ასე რომ მეორე რაუნდიც შენია, მთლიანობაში კარგი თამაში გამოგივიდა. 2-0. შემდეგი რაუნდი, ეს არის უკვე პაპა კარლოს 5. 2-0 საერთო ანგარიში და მესამე რაუნდი პაპა კარლოს 5, რომელიც ან შენ მოგიტანს საერთო გამარჯვებას, ან შენ დაგტოვებს თამაშში. მოდი გადავხედოთ თემებს, რა გვაქვს. ფეხბურთის სპორტული დირექტორები. ყველაფერი გასაგებია. ქართველები ოლიმპიადაზე, ასევე
ფუტბოლმაისტერი შტუტგარტი 2006-2007 წლების ფეხბურთის ნარკვევების სანაგვე. შინაარსობრივად ესეც გასაგებია. დიდუბელები მსოფლიო მოედნებზე. მომავალი მწვრთნელები ევრო 88-ზე, შემდეგ რომ მწვრთნელები გახდნენ. ბერკლის სახელობის პრემიერლიგა, Under 18, ანუ 18 წლამდელები, ესპანური უსარგებლო ინფორმაციები, ინგლისური კლუბების მუსიკოსი ფანები. ეგ არის. დაიწყებ. აიჩი. რიგრიგობით მივყვეთ. პირველი დაიწყო, მე მეორე. კი ბატონო. მოდი დავიწყოთ დიდუბლები მსოფლიო მოედნებზე. კი ბატონო, დიდუბელები მსოფლიო მოედნებზე. პირველი შეკითხვა. ამ პაკეტიდან. 2003 წლის 5 აგვისტოს ცხონებულ გრიფინ პარკზე პორტსმუთის ფორმით ეს დიდუბელი ბრენტფორდს დაუპირისპირდა. ვინ იყო თუ გახსოვს? დრო? ვერა? შეიძლება. რა თქმა უნდა. აჰა და 5 წამი. გავიდა დრო? ნუ თუ მე ჩემი ქულის აღებით დავიწყეთ ეს რაუნდი. არ ვიცი. პორტსმუთის ფორმით, ხო? რა პერიოდს გახსენებთ ეს? აი ეს 2003 წლის 5 აგვისტო გრიფინ პარკი. არ ვიცი. ეს არის გიორგი ქინქლაძე. პორტსმუთის ფორმით? რატო? სინჯებზე იყო პორტსმუთში და დაუპირისპირდა ბრენტფორდს. ამოშტა მეთქი უკვე შეიძლება პორტსმუთში. და არ ვიცოდი. თან მაგდროს უკვე რა ვიცი რუბინში მე რუბინში კესბასთან წავიდა მეგონი მაგდროს. ანუ ანდერთოსში. 100 თუ ისე. აი პორტსმუთის ქართველები ხო წარმოვიდნენ. აი არა. მე გავხსენი ქულებით ეს რაუნდი. აი, ჩემი დავაბრუნებ უკან. პირველი კითხვა იყოს მოდი Under 18-დან კი ბატონო, აგერ. 18 წლამდელი. 18 წლამდელები. ყველას ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც მილანის აკადემიაში 89 მატჩში 485 გოლი შეაგდო. მთელი იტალიის საფერებელი ეს 16 წლის ბიჭი როსონერის პირველ გუნდშიც გამოჩნდა. თავიდანვე თავს იქნებოდა. ვინა? ფრანჩესკო კამარდა. სწორი პასუხია. აღარ დაგჭირდა წამზომის ჩართვა. მოდი ესო დიდუბლებს დაუბრუნდეთ. დიდუბელები. კარგი, ვცადოთ კიდევ ერთი. დიდუბე. მსოფლიოს მოედნებზე. მეორე შეკითხვა ამ პაკეტიდან. ჩვენი ნაკრების ბოლო 2 კაპიტანი დიდუბელია. მაგრამ იყო მესამეც, რომელმაც ნაკრებს 1996 წელს ლიბანში და 98 წელს ესტონეთთან თბილისში უკაპიტნა. 2000 წელს ფრაიბურგთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა ტრავმის გამო ამ კლუბში თამაში ვერ შეძლო. გიორგი კიკნაძე. სწორია, 1-1. კარგად დავცადე თავიდან და გავაგზავნოთ Under 18. იყოს? მეორე შეკითხვა. ამ პაკეტიდან. ლა ლიგაში დებიუტიდან 10 დღის შემდეგ 17 წლის ამ უპერსპექტიულესმა კატალონიელმა მძიმე ტრავმა მიიღო და 2024-25 სეზონის გამოტოვება მოუწევს. ბერნალი. ბერნალი. სწორი პასუხია. რასაც იცნობთ ადვილად. მოდი ამოვწუროთ და თავს. დიდუბე. დიდუბე ამოვწუროთ. ერთი კითხვა დარჩა. დიახ. ერთი შეკითხვა და ბოლო შეკითხვა ამ პაკეტიდან. ეს დიდუბელი შემტევი საბჭოთა დინამოს მოესწრო. შემდეგ კი ევრო 96-ის და საფრანგეთის მუნდიალის შესარჩევებში ნაკრების თითქმის შეუცვლელი წევრი იყო. აბა ვინ იყო? თემურ ქესვაია სავარაუდოდ. არასწორი პასუხია? შეიძლება. დიდუბელებია თემა. აუი, ეგ დამავწყდა. ხო. ეხლა გავიდა? წმა ვერსამ გაი. არ ვიცი. იონანიძე. არა, კაჭარავა ხო? კახა? კაჭარავა. გოგიჩაიშვილი. 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 ერთი ამოვწურეთ. გამოიცანი რა სავიღებ. კი ბატონო, გამოვიცანი. მე შემიძლია გამოცნობა. თან ეგრევე 5 წამშიც არ დამჭირდა. შეკითხვა. ნიგერიული წარმოშობის ამ ინგლისელს პრემიერლიგაში დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა. მიმდინარე სეზონში ტყუილად მაკითხებს ახლა მიმდინარე სეზონში მის მიმართ არტეტას ნდობა კიდევ უფრო გაიზარდა. ითან ვანერი. სწორი პასუხია, 3 ქულა შენ, 3-1. კი ბატონო. იყოს
გავიხსენოთ შტუტგარტი. გავიხსენოთ ფუსბალმაისტერი შტუტგარტი 2006-2007 წლები. ეს ტარანი, წყალებში, ტარანი იმ სეზონში შტუტგარტის ერთ-ერთი მთავარი დამწყნელი ძალა იყო, რაც მის მიერ შეგდებულ 16 გოლშიც აისახა. ჯერონიმო კაკაო. თოდოს. ვინ? კაკაო. არანი სხვა არა, ფორვარდი არა. ანუ დიდი ტიპი უნდა იყოს. შენი ვერსია? ჩემი ვერსია მოდი იყოს კევინ კურანი. სწორია, არც გომესია მარიო. ხო, მაგრამ რატომ პასუხე ის? მარიო გომესი იყო სწორი პასუხი, რჩენაირი. ანუ თავი ვფიქრობდი გომეს, მე წავედი კურანის. ტარანის საკუთარმა განმარტებამ დაგაბნია მე მგონი. არა. არა, განმარტება ეგ არის, მაგრამ უბრალოდ სხვაგან გადახვედი რატომღაც. კაი, შეიძლება. რა თქმა უნდა, შენი არჩევაა. სხვა გამაზე მაგრამ მოდი გადარჩი. შტუტგარტთან დავრჩეთ. არა, მომავალი მწვრთნელები ევრო 88-ზე. შვენიერი პაკეტი. მომავალი მწვრთნელები ევრო 88-ზე. ახთ ერთი. დანიის ნაკრების სკიპერი ამ ევროზე 38 წლის კაცი იყო. შემდეგ სანამ ის ამ ნაკრებს 15 წლით ჩაიბარებდა, მანამდე ამსტერდამში შოთა არველაძის ჩაყვანაც მორტენ ოლსენი. მორტენ ოლსენი. ეს შენი მეოთხე ქულა. იყოს მომავალწლები. იყოს, დავტოვოთ. ესპანეთის ნაკრებს გერმანიაში გამართულ ევროზე რეალის ვეტერანი მცველი კაპიტნობდა, რომელიც შემდეგ ამ ნაკრებს 1998-2002 წლებში წვრთნიდა. ხოსე ანტონიო კამაჩო. ნაკრები ესპანეთი. ყოველს წარი ჩართვა. სწორია, მიითვალე. მესამე სწავლებ არა. დავიღოთ ესეც, ამოწუროთ ეს თემა. 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი დიუსელდორფში სამპდორიას 23 წლის ფეხბურთელმა გაიტანა. მერე ამ კაცმა ეს ტურნირი მწვრთნელის რანგში მოიგო. ეს ტურნირი. ამ კაცმა. ოკეი, რობერტო მანჩინი იქნება. სწორი პასუხია რობერტო მანჩინი. ამოწურეთ ეს თემა და ანგარიში გვაქვს 5-2. ბატონო. მოდი იყოს ქართველები ოლიმპიადაზე. ქართველები ოლიმპიადაზე. პირველი შეკითხვა. ეს ქობულეთელი ერთადერთი ქართველი ფორვარდია, რომელსაც ოლიმპიადაზე მედალი აქვს მოგებული. რევაჩელებაც. მიითვალე მესამე ქულა. სპორტული დირექტორები. ფეხბურთის სპორტული დირექტორები. სპორტინგიდან თუ იუნაიტედმა მწვრთნელი წამოიყვანა, სიტიმ სპორტული. უგოვიანა. როგორ მინდოდა ბოლომდე წამეკითხა, მაგრამ შენ კიდევ ერთი ქულა. მეექვსე. მოდი ინგლისური კლუბების მუსიკოსი ფანები გავიხსენოთ. კარგია. ინგლისური კლუბების მუსიკოსი ფანები. ადვილი კითხვა. მე მგონი. ძიმე მეტალის ეს პარანოიდი ბირმინგემში ვილა პარკთან არის გაზრდილი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ასტონ ვილა მისი საყვარელი გუნდია. ოზი ოსბორნი? კი. რა თქმა უნდა. აინსტაფი. კარგია. ფაქტი არ ვიცოდი. მაგარი იზერ ბატლერის და ეგ. სხვა რამით მიხვდი? კი. მეტალის პარანოიდი ბრიტანელი. ეხაც ვარდავტო. არა, ის კაი იყო სპორტული დირექტორები. კარგი. ფეხბურთის სპორტული დირექტორები. ეს ყოფილი მეკარე წლების მანძილზე სევილიას ძალიან წარმატებული სპორტული დირექტორი იყო. დღეს იმავე პოზიციაზე ძველ მეგობართან უნაი ემერისთან ერთად ასტონ ვილაში მუშაობს. მიითვალე. მოდი დავხუროთ ეგ თემა. ესე ხო? თუ გარჩა ხო კითხვა? კი, აქ არის კიდევ ერთი კითხვა. მოდი. ბარემ. ამ კაცმა მთელი თავისი 18 წლიანი საფეხბურთო კარიერა დორტმუნდის ბორუსიაში გაატარა. ხოლო შემდეგ 20 წელი ამ კლუბის სპორტული დირექტორი იყო. ვაცკე. ვინა? ვაცკე. არ არის სწორი პასუხი. ხო, ცორკი არის. ცორკი სწორი პასუხია, ვერც იქ ჩავხდე, ვერც აქ. შენც გამოგეყენებინა ეს 10 წამი ხო გქონდა. ცორკი სწორია. ანგარიში გვაქვს 8-4 და დარჩენილი თემები ეს არის ბერკლის სახელობის პრემიერ ლიგა, რომელსაც ხელს არ კიდებთ.
ესპანური უსარგებლო ინფორმაციები ამასაც არ კიდევთ ხელს. ინგლისური კლუბების მუსიკოსი ფანები ქართველები ოლიმპიადაზე, ფუტბალმაისტერი შტუტგარტი, ფეხბურთის ნარკვევების სანაგვე ამასაც ხელს არ კიდევთ. ამოჩემებული თემები გაქვს რა. მუსიკოსები იყოს. იყოს მუსიკოსები. ინგლისური კლუბის მუსიკოსი ფანები. The Who's ვოკალისტის როჯერ დოლტრის საყვარელი ეს კლუბი ძველ სტადიონს 2006 წელს მინდორზე მის მიერ შესრულებული სიმღერით გამოეთხოვა. იქნება რამეს ჩასჭიდო ხელი. ძველი სტადიონი შეცვალა 2006 წელს ლონდონის არსენალმა. იყოს არსენალი. ეს მაგ პრინციპით აირჩიე პასუხი? ძალიან სწორი პრინციპია, მიითვალე შენი ქულა. დოლტრის საყვარელი გუნდი რატო არ ვიცოდი, კაი. 9 ქულა გაქვს? მგონი. ვაუ! 9 ქულა. არიქა. აქ კიდე არის ერთი შეკითხვა, რავი. მოდი იყოს кайგი მეტად. იყოს? არა. თუ დაირჩიები დაფიქრდი მაინც. სხვა თემას. აჰა, ჩავაბრუნე მაინც. და მაინც დაფიქრდი კარგად. არ გავრისკავ. ქართველები ოლიმპიადაზე იყოს ეს. იყოს ქართველები ოლიმპიადაზე. შეკითხვა. ავთანდილ ჭკუასელი და ბასა ღოღობერიძე პირველი დინამოელები იყვნენ, რომლებმაც ოლიმპიადაზე ითამაშეს. მაგრამ რომელი წლის თამაშებზე მოხდა ეს ამბავი? ჰელსინკის 1952 წლის. სწორი პასუხია, მიითვალე შენი ქულა. იყოს მუსიკოსები. მუსიკოსებიც გინდა დაასრულო თამაში მთელი თამაშის მოგება? არ ვიცი თუ გამოვა. და ბოლო შეკითხვა და იქნება თუ არა ეს შეკითხვა შენი საგზური ნახევარფინალისკენ. Faithless-ის ვოკალისტი კრისტაპალას. ნახევარფინალის საგზური გადაეცემა. აჰა, პირდაპირ საგზურს დავაწერ მეორე მხარეს და მოგილოცავ გამარჯვებას ნახევარფინალში. მადლობა კარგი თამაშისთვის. გილოცავ გამარჯვებას და გისურვებ წარმატებას ნახევარფინალში. დინამიური თამაში გამოვიდა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ კარგი თამაშისთვის. გამოიწერეთ ევროპოპის არხი რომ არ გამოგჩეთ კარგი თამაშები. ეს იყო მეოთხე ფინალი და ნახევარფინალში შეხვდები ლაშა ცინცაბაძეს. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. დროებით. კაი პაკეტი იყო ჯამურად. ანუ მეტნაკლებად ყველაფერი რაც ამოვიდა, თავდაჯერებული ვიყავი ამ კატეგორიებში, ჩემი ბავშვობის და ხანდელი ფეხბურთი იყო. გამიხარდა რომ თანამედროვე ფეხბურთიდანაც იყო კითხვები, იმიტომ ყველაზე კომფორტულად მან გზნობა ალბათ თავს და წამივიდა თამაში კარგად. აი ბარათონში სასურველი ხდებოდა რომ რაღაც უფრო ესეთი თემა მოსულიყო, ადრეს ვახსენე რომ ლოგოები იქნებოდა ჩემს მისაღები, თუმცა ნუ ესე თემა იყო, სადაც ალბათ უფრო გამოსტილი ადამიანი უკეთ ითამაშებდა სავარაუდოდ. უეფას-თასზე ხო არ ვლაპარაკობ სახე. მიუნხენის ბაიერნი რა, აღარ ვიცი. რა ვთქვა? აღარ ვიცი. ბაიერნი რომ არის იყო ჩემპიონი. ლოგიკა გასაგებია, რას გაყევი, მაგრამ აქ არ მუშაობს ეგ ლოგიკა.